დამოუკიდებლობა გამოცხადდა რეფერენდუმის საფუძველზე, რა ძალიან მნიშვნელოვანი იურიდიული აქტია, ისტორიული აქტია და უბრალოდ ერთი ცოტა უცნაურობა გვჭირს, რომ 26 მაისი უდიდესი დღესასწაულია 1918 წელს დიდი ხნის ნანატრი დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნეს, გადასწყდა, როგორც წერენ თვითონ, საქართველოს დამოუკიდებლობა 17 წლიანი რუსული რომანოვული იმპერიის ბატონობისა. მას შემდეგ იყო 70 წელზე მეტი ხნის რუსული კომუნისტური ბოლშევიკური დიქტატურა და ოკუპაცია, ანექსია და ბოლოს 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტი. რა ვიცი, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ 9 აპრილი არის ახალი საქართველოს დაბადების დღე. 26 მაისი უფრო ისტორიული თარიღია და მე ვიტყოდი უფრო სხვანაირი აღნიშვნა ეკუთვნის 9 აპრილს. ეს გასაგებია გარკვეული ისტორიული მოვლენების შედეგად მივიღეთ ეს მოცემულობა, რაც დღეს გვაქვს. მაგრამ დამოუკიდებლობის დღე უმნიშვნელოვანესი თარიღია ნებისმიერი ქვეყნის ცხოვრებაში, იმიტომ რომ ეს არის ერთგვარი ათვლის წერტილი იმისა თუ რომ სახელმწიფო და სახელმწიფო არ არის მხოლოდ ეს ქაღალდზე დეკლარირებული ინფორმაცია, ვიღაცებისთვის შეტყობინება, ეს არის საკმაოდ საპასუხისმგებლო ქმედება, როდესაც ხალხი, მოქალაქეები განურჩევლად მისი ეთნიკური, რელიგიური კუთვნილებისა იღებენ გადაწყვეტილებას, შექმნან სახელმწიფო, თუ არსებობს ასეთი ის კიდევ უფრო გააძლიერონ და საკუთარი განაცხადია დანარჩენი სამყაროს წინაშე, რომ ჩვენ ვარსებობთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმწიფო, ტერიტორია, სტრუქტურები და მოკლედ ჩვენ ვართ ჩვენ. ყველა სახელმწიფოს აქვს რა თქმა უნდა პრობლემები და ჩვენ ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს. ეს არის რუსული ოკუპაცია, რუსული ანექსია, რუსული ჰიბრიდული ომი, რომელიც გრძელდება და სამწუხაროდ მიუხედავად ჩვენი 35 წლიანი დამოუკიდებლობისა რუსეთი არის ის ფაქტორი, რომელიც ყველგან, ყველა სფეროში, ყველა ინსტანციაში, საერთაშორისო ორგანიზაციებში და ასე შემდეგ რაღაცა ერთგვარი ფეხის წამოკვრის ყველაზე კარგი საშუალებაა ჩვენ წასაბორძიკებლად და თუმცა თუ გავიხსენეთ 1992 წლიდან მოყოლებული ჩვენ გადავიტანეთ რამდენიმე ომი რუსეთთან. 1992-13 წლების ომი 13 თვიანი თუ მეტი არა ომი რუსეთთან აფხაზეთის ტერიტორიაზე და რეალურად ეს არ იყო არც აფხაზებთან ახლა რიცხოვნობიდან გამომდინარე ომი, ეს იყო რუსეთის რეგულარულ არმიასთან ომი, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა და სხვათა შორის მოხალისეებმა და თითქმის ჩვილმა ქართულმა ჯარმა საკმაოდ წარმატებით გაართვა ამ ბრძოლებს და ომს თავი, მაგრამ სამწუხაროდ გარკვეული და ვიცით რა მიზეზების გამო ხო რუსეთის უზარმაზარი სახელმწიფო, რომელიც გვებრძოდა საკმაოდ ჩამოუყალიბებული პოლიტიკური ელიტა, რომელიც ჩვენ ყავდა რაღაც გაურკვეველი, გახლეჩილი საზოგადოება და არც თუ ისე მყარი და კარგი თანადგომა დასავლეთისგან და სამწუხაროდ ჩვენ მივიღეთ ის მოცემულობა, რომ აფხაზეთი დე-ფაქტო დავკარგეთ. და შემდგომ იგივე უფრო ადრინდელი მოვლენები ცხინვალის რეგიონში, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ისევ ცხინვალის ტერიტორიაზე და საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. და იქ გამოცხადებულია სეპარატისტული რეჟიმების მიერ დამოუკიდებლობა, რომელიც აღიარა რუსეთმა და სულ რამდენიმე რუსეთის მარიონეტმა სახელმწიფომ. ეს არის უსერიოზულესი, უმძიმესი გამოწვევა სახელმწიფოსთვის ამდენი ომი, ტერიტორიული დანაკარგი და ყველაზე მძიმე რაც ჩვენ გვაქვს, აი ეს ყველაფერი ერთმანეთზე რაღაცნაირად ჯაჭვივით არის აღმული ტერიტორიების დაკარგვა 1000-ობით ტოლვილი, 9 მილიონი ტოლვილი ყავს ჩვენ ორივე რეგიონიდან, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა გვაქვს და ამ ყველაფერსთან დაერთო ის, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა, კოლაფსი ეკონომიკური, პოლიტიკური და ჩვენი მოქალაქეები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ საკუთარი სამშობლო და გადახვეწილიყვნენ უცხოეთში. ზოგი მართლა ლუკმაპური საძებნად, ზოგი უკეთესი ცხოვრებისთვის, ზოგი
რა ვიცი, ყოველს თავისი მიზანი და მიზეზი აქვს. ეხლა არ არის ეს ჩვენი განხილვის და საერთოდ ჩვენი განხილვის თემა და ამან შექმნა სერიოზული პრობლემები. ჩვენ დემოგრაფიული პრობლემაც გვაქვს, ეკონომიკური თავისთავად, იმიტომ რომ ქვეყანაში ვერ შეიქმნა ვერანაირი წარმოება და ჩვენისთან აგრარული ქვეყანა საბოლოო ჯამში დარჩა ისე, რომ ჩვენ მივიღეთ სოფლის მეურნეობა, რომელიც არ გვაქვს. ეს რა თქმა უნდა პრობლემაა და დღევანდელი მოვედით დღევანდელობამდე, ალბათ თუ კარგად და ის სიტუაცია რაც გვაქვს დღეს, ხო ჩვენ გარდა შიდა გამოწვევებისა ქონდა გარე და გამოწვევას და საბჭოთა იზოლაციის შემდეგ აღმოჩნდით სოფლიოს პირისპირ, რომელსაც არ ვიცნობდით, რომელსაც თუ ვიცნობდით ცუდად იმ საბჭოური პროპაგანდის წყალობით. ჩვენს ამ გამოწვევას დაერთო ზედ ის რომ აღარ გქონდა მიხსიერება ჩვენ სახელმწიფოში ცხოვრების. ის 3 წლიანი ისტორია ჩვენი პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის, რომელსაც ხვალ აღნიშნავთ 26 მაისს, ძალიან მცირე იყო, მაგრამ ძალიან მყარი და ძლიერი. და ამიტომაც მთელი 70 წლის განმავლობაში საბჭოთა ხელისუფლება ებრძოდა ამ მიხსიერებას, რომ ყველანაირად აღმოეფხვრა კვალი ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი ბრძოლის რუსეთის წინააღმდეგ. და საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ მთლიანად ჩამოშლილი საზოგადოება პირველ რიგში, მაგრამ ერთი არის ძალიან მნიშვნელოვანი და უკანასკნელმა მოვლენებმაც ეს კარგად წარმოაჩინა. სხვათა შორის ყოველთვის რაღაცა კრიტიკული სიტუაციების დროს საზოგადოება დგას მოწოდების სიმაღლეზე სამწუხაროდ განსხვავებით ხელისუფლებებისგან. აი რამდენიმე რაღაც ძალიან მოკლე დროში ჩვენმა ახალგაზრდებმა მოახერხეს საკმაოდ დიდი თანხის შეგროვება ბავშვების სწავლისთვის, ხო? ის რაც არ გააკეთა ხელისუფლებამ და ძალიან რაღაცა სამარცხვინო ყოველ შემთხვევაში არ მიკვირს მათგან, მაგრამ მე მიკვირს ჩვენგან რატომ პატიობთ ამდენ რაღაცებს ხელისუფლებას, რატომ იღებენ ხელფასებს, რატომ იღებენ პრემიებს და საერთოდ რატო გვეუფროსებიან, მოდი დავიწყოთ აქედან.